აი ახლა მინდა გადავინაცვლოთ სოხუმში ომის დროს, ჩემს სამეზობლოში. და მინდა წარმოიდგინოთ 5 სართულიანი სახლი, რომელსაც აქვს ლოჯიები, ანუ გადახურული შემინული აივნები. მთელი სახლი ჩაბნელებულია, ფარდადაშვებული, ფანჯრები ჩაკეტილი. მხოლოდ ერთი ლოჯია, ეს არის პირველ სართულზე მარცხნივ კიდეზე, აი ოდნავ არის განათებული, იქან სანთელიან ლამპა ბჟუტავს და ფანჯარასთან დგას ბავშვი, პატარა ბიჭი, 6 წლის, ლაშა და სევდიანად გაყურებს ეზოს. სევდიანად იმიტომ, რომ არის სპორტული მოედანი, მაგრამ დედა არ უშვებს ათამაშოდ, რადგან ომია. ან ვის უნდა ეთამაშოს, ბავშვები გახიზნული არიან. ლაშას ყავს 2 ძმა, ისინი წასული არიან წყლის მოსატანად, ჩვენ ხომ არა გვაქვს სასმელი წყალი. ლაშას ტელევიზორიც აქვს, მაგრამ ვერ ნახავს ვერც ნახატ ფილმს, ვერც რაიმე მხატვრულ ფილმს საბავშვოს, იმიტომ რომ შუქი არა გვაქვს და არც გვექნება. ბავშვი უნდა წასულიყო სკოლაში, პირველ კლასში, მაგრამ სკოლა არ არის, ომია, სკოლა დაიხურა. ამიტომაც დგას ბავშვი მოწყენილი და გახურებს სევდიანად პატარა პატიმარივით ეზოს. მაგრამ ახსენდება, რომ ყავს მეზობელი, რომელიც მასავით დარჩა სოხუმში და მათთან დედა გაუშვებს. და ლაშა მოდის ჩვენთან, ამოდის ჩვენთან მეხუთე სართულზე. მართალია 6 წლისა, მაგრამ მან იცის როგორ უნდა მოვიდეს ომის დროს სოხუმში. ის აბრახუნებს ხელებს კარზე და მე რამდენიმე ნაბიჯს გადადგამს უკან და ხმამაღლა ამბობს, მე ლაშა ვარ. თუ ბნელა, მაშინ სახეს გაინათებს სანთლით. ასე მოდის მხოლოდ მოყვარე, რომ დაგანახოს, ვინ არის შენთან მოსული. მტერი ასე არ მოდის ომის დროს სოხუმში. ის ელოდება დაბნელებას, ჩასაფრებულია, ან მოტყუებით გაგაღებინებს კარს, რომ შემოგივარდეს და მე გაწამოს და გათქმევინოს, სად გაქვს ფული, ან ოქრო, ან თუნდაც იაპონური მაგნიტოფონი. ასეთი შემთხვევები არის და ზოგიერთი დამთავრდა მკვლელობით. ამიტომ ლაშა ფრთხილად არის და ჩვენც ვცდილობთ ვიყოთ ფრთხილად. ლაშა შემოდის და ჩემს დას ხათუნას ეუბნება, რა ცუდია ეს ომი. იმაზე უარესი ყოფილა ვიდრე მეგონა. ომის გამო ჩემი სკოლა დაიხურა. ხათუნა კი პასუხობს, შენი სკოლა დაიხურა ქალაქში, სამაგიეროდ აქ ჩემთან გაიხსნება. მე ჩაგიტარებ გაკვეთილებს. პირველი კლასის მთელ პროგრამას გაივლი. ლაშა თანახმაა და გაკვეთილები იწყება მეორე დღესვე. და ხათუნას აქვს ზარი, აგერა ეს ზარი, გამოყოფს ხელს ფანჯრიდან დარეკავს და ლაშა ამოდის გაკვეთილზე. მას აცვია სკოლისთვის შესაფერისი ტანსაცმელი, რომ უყიდეს მშობლებმა სასკოლოდ. ჩვენც ოფიციალურად გვაცვია, ჩვენ საერთოდ მუდმივად მზადა ვართ, რომ დავხვდეთ სიკვდილს და ყაჩაღს და არ არსებობს ჩვენთვის ძილის ან საშინაო ტანსაცმელი. და იწყება გაკვეთილები, დედაენა, ასოების გაცნობა, კითხვა. მე ამ დროს გავარ ფანჯარასთან და ვუყურებ ჩვენს ცნობილ გასტრონომ ვალნას, სადაც დადიან ვირთხები, რომლებიც ძალიან გვანან ტურისტებს მუზეუმში. აი ტურისტები ათვალიერებენ, განცვიფრებული უყურებენ დაცარიელებულ და მიტოვებულ გასტრონომს. აქეთ უკვე მეორე გაკვეთილი ტარდება, ციფრების გაცნობა, არითმეტიკა. მე ისე ფანჯარასთან დგავარ და მესმის სატვირთო მანქანის ხმა. ის ჩაივლის ჩემს სახლთან და დავინახავ, რომ ძარა გადავსებულია უამრავი კუბოთი. გაკვეთილები აქეთ გრძელდება და ხატვის გაკვეთილიც ჩატარდება, მერე სიმღერის და როცა სიმღერის გაკვეთილი დაიწყება, მე შევუერთდები. ხათუნა აიღებს აი ამ გიტარას. ამ გიტარასაც საინტერესო თავგადასავალი აქვს. ის გერმანიაშია დამზადებული, წითელ გერმანიაში, რომელიც რუსეთის კლანჭებში იყო და იქ რუსებმა შექმნეს აი ეს ცნობილი საზიზღარი კგბ-ს მსგავსი ორგანიზაცია შტაზი და ეს გიტარა იქ არის დამზადებული გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში. ეს ქვეყანა უკვე აღარ არსებობს, ის გერმანიის ნაწილია, კიდევ კარგი, მაგრამ ამ გიტარას აქვს საინტერესო თავგადასავალი. ამანაც გადაიარა სვანეთის მთები და ახლა აგერ არის ჩემთან თბილისში. ხათუნა და დედა ჩემი უკრავდნენ გიტარაზე, მე არა. და ამ გიტარის თანხლები ჩვენ მღერით, მე ლაშა და ხათუნა სიმღერებს, საბავშვო სიმღერებს. ხანდახან გაიზუზუნებს, აი გაისისინებს უფრო სწორად აი საარტილერიო ჭურვი და იმ დროს ჩვენ ვეცემით იატაკზე.
არ ვიცით ვიქცევით თუ არა სწორად, ჩვენ არანაირი ინსტრუქცია არ გვაქვს მიღებული არავისგან, აი ღვთისანაბარა ვართ აბსოლუტურად. შემდეგ ლაშა მიდის სახლში და საერთოდ შეიძლება 1 ან 2 საათის მერე ისევ ამოვა. ნუ რა თქმა უნდა ახლა ბავშვმა მოწყენილია, ჩვენ ამ დროს ვქსოვთ და ლაშა გვეუბნება. ქსოვათ მასწავლეთ. ვასწავლეთ ქსოვასაც, ხო? შემდეგ აპრილის თვეში მე მიწევს წასვლა მერხეულში. ბოსტანს უნდა მივხედო და ხათუნას ვეუბნები, როცა გავდივარ მაშინ, რომ იცი რა, შეიძლება მე ახლა გზაზე სადმე ჭურვი დამეცეს, შესაძლებელია სავსებით და თუ ასეთი რამე მოხდა და ჩემი მხედარი მოგიტანეს აქ მოასვენეს ან ჯარისკაცებმა ან ექიმებმა, ძალიან გთხოვ მათ უთხარი, რომ ხელები დაბანილი მქონდა, აუხსენი მათ, რომ რაც არ უნდა დავიბანო, მაინც შავი ლაქები მემჩნევა, იმიტომ რომ მუდმივად ბოსტანში მიწას ჭიჭქნი. რაც არ უნდა დავიბანო, მაინც მემჩნევა. ხელსაწყმანები კი არა მაქვს. გთხოვ რა ეს უთხარი მათ. ხათუნა მაძლევს სიტყვას, რომ აუცილებლად ეტყვის და მე მივდივარ მერხეულში. მაისის დასაწყისში ხათუნაც ჩამოვა მერხეულში და ჩამომიტანს წერილს ლაშასგან. აი ამ წერილის ფოტოს მე გიჩვენებთ. დავდება აუცილებლად. მე და ლაშა ერთმანეთს შევხვდებით პირველად ომის დამთავრებიდან 15 წლის შემდეგ თბილისში ხათუნას საფლავთან. ლაშა წესიერი, შრომის მოყვარე ახალგაზრდა კაცია. მას ყავს მშვენიერი მეუღლე და 4 შვილი. ჩემი აზრით, არასტაბილურ რბილად რო ვთქვათ, საქართველოში მას არ შეეშინდა დიდი ოჯახის შექმნის, იმიტომ რომ მასწავლებლად ყავდა უშიშარი სტუდენტი სოხუმის უნივერსიტეტის, რომელიც მაშინაც კი ასწავლიდა, როდესაც ქვემეხები გუგუნებდნენ. ხოლო როდესაც მივალ ხათუნას საფლავთან, მას ვეტყვი. შენი უნივერსიტეტის პროფესორ მასწავლებლებიდან მხოლოდ 10 თუ ვეტყვი გამარჯვებას. დანარჩენები ისე დაპატარავდნენ, ვერ ვხედავ, აი დიდი ლუპა მჭირდება, რომ ისინი საერთოდ გავარჩიო, არიან თუ არა. აი ასეთი ამბავია ჩვენი უნივერსიტეტის თავს. აი ამას ვეტყვი.